გამოტანილი იყო დღეს 75 საკითხი დაუშვათ, ხო? და იქიდან რა ვიცი, უმრავლესობა 50, 60 იყო. ეს ხლამაზე 75 საკითხი? 60 იყო მაგალითად, რომ ვიღაცას 50 მეტრი მიწამებცეთ, არ იჯარეთ ვიღაც 4 ესე, მაგრამ ამ საქმეების შუაში უკვე გადიოდა ისეთი რაღაცები, გამოხდება ხოლმე ყოველთვის, ხო, რომ ვიღაცას 2 მილიონად რაღაც კოეფიციენტი მიყიდეს. ვიღაცას იქ რაღაც გენგეგმა შეუცვალეს და რაღაც პრივილეგია მიანიჭეს. აქეთ თანხები გადაანაწილეს, დღეს რაღაც ცვლილებები შეიტანეს, სატრანსპორტო ბარათები ვის უნდა დაურიგონ, შეღავათის ვის ნახევარფასში უნდა იმგზავროს, ვინ უნდა იმგზავროს უფასოდ, რომ ჩამონათვალი ვინ ადამიანებს რომელიც ეხებოდა. ხო, ამ ჩამონათვალში იყო დაუშვათ მერიის და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები. გასაგებია შეიძლება რა, ხო და აი მე ესე კითხვა დავუსვი, რომ აი მაგალითად რა განსხვავებაა თუ ადამიანი მუშაობს სადღაც მუნიციპალიტეტში. დაუშვათ დაბალი ხელფასი აქვს. დაუშვათ 800 ლარს იღებს, 500 ლარს იღებს ხელფასს და მაგ ადამიანს უნდა მიცეთ ეს ბარათი. რა დააშავა იმ ადამიანმა, ვინც პურის საცხობში მუშაობს და იმასაც 500 ლარი აქვს ხელფასი. რითი განსხვავდება ის ადამიანის შრომა ამ ადამიანის შრომით? პირიქით ხომ არ არის ადამიანი პროდუქტს ქმნის, პურს საცხობს. ეს ხელს უშლის პურის ხობაში, ესმის რაღაც რეგულაციებს, რაღაც ჩინოვნიკია, ხო, ესე შენ, ხო და ამ კითხვაზე პასუხი არა, ამას ხალხი ვერ იგებს. დღეს ესეთი პრეტენზია უთხარი მაგათ, რომ აი კომისიებს, ჩვენ ვართ მაგალითად მე იურიდიულ კომისიაში ვარ, ტრანსპორტის კომისიაში ვარ და თუ იქ სხვა კომისიაშია. იქ სადაც ხდება განხილვა, იქ არის იმის საშუალება, რომ მართლა რაღაც გაიგო, რაღაც კითხო, გაარკვიო, რატო, რისთვის. და ეს ხმები დახურულია. დახურულია იმ გაგებით კი არა, რომ მოსვლა არ შეიძლება. პრინციპში შეუძლია მოქალაქეს იქ საშვი გამოიწეროს, მოვიდეს, ჩამოჯდეს, მაგრამ დარბაზში რავი ჩვენ ძლივს ვეტევით, რამდენი მოქალაქე უნდა ეტიოს, ხო? ჩაწერა არ ხდება ვიდეო ჩაწერა, მარტო ფოტოსურათები და მე სურათების ქვეშ განხილვები დღეს განიხილეს ეს, დღეს განიხილეს ის. ხო და დაუშვათ შენ რომ განიხილე 10 საკითხი, სადაც ერთგან ვიღაცას პრივილეგია მიანიჭე, მეორეგან ვიღაცას გააჯარიმე, ვიღაცას საურავი გაუორმაგე და ასე შემდეგ და პლუს ვიღაცას კახაკალაძემ გაჭირებულ ოჯახს ბინა გადასცა. შემდეგ იდება ეს სურათი და ქვემოთ წერია დღეს საკრებულოზე განიხილებოდა საკითხი კახაკალაძემ ვიღაცას ბინა გადასცა. ოკეი, მაგრამ მაგის წინ ხო სხვა საკითხებიც იყო, რომელიც პრობლემური იყო. მე უთხარი რომ ხალხმა მეთქი აი წარმოიდგინეთ რომ საკრებულოში რაც ბოლო 4 თვის მანძილზე გაკეთა მაგალითად. ეგ ყველაფერი რომ წინასაარჩევნო დაპირებებში ჩაეწერა ქართულ ოცნებას. მაგალითად რომ აქციის გაზდიდა სიგარეტზე. მაგალითად რომ გაამკაცრებდა ჯარიმებს რა ვიცი პარკირებებზე. მაგალითად რომ ვიღაცას მიყიდიდა კოეფიციენტს მშენებლებს და ამით გააზვირებდა საბოლოო პროდუქტს. ეს ყველაფერი ჩაგეწერათ საარჩევნო გეგმაში, პროგრამაში ვნახავდით როგორი პროპორცია იქნებოდა აქ მეთქი. ეს ჩემი გამონათქვამი იყო იმასთან, იმიტომ რომ როგორც კი რამე პრეტენზიას წარმოთქვავ ამ იმაზე რა ქვია კომისიებზე პასუხებენ რომ ჩვენ ხალხმა მოგვანიჭა ლეგიტიმაცია ისა ესა უმრავლესობით აქ ვარ და ჩვენ ვარდგენთ როგორ უნდა იცხოვრონ ამ ხალხმა